მეგობრებო, ძალიან საინტერესო თემატიკა უნდა შემოგთავაზოთ კი არა და გაგიკეთოთ ახლა. საერთო გაშლა არის ეს, რა თქმა უნდა, ვიცით რომ საერთო გაშლაში ყოველი სიტყვა ყველა ადამიანისთვის, ყველა მნახველისთვის არ მოქმედებს, მაგრამ ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო გაშლა იქნება. თქვენ ვინ ხართ, თქვენი კარმა, თქვენი ვალდებულებები, პატარა მინიშნებებით სამყაროსგან, რა როგორ უნდა მოიქცეთ, მაქსიმალურად ვეცდები რომ დეტალებით არ მოვყვე, უფრო ისე მოვყვე, რომ თქვენ რაზეც მიხვდებით საერთო გაშლაში ბევრი მაყურებელი კიდევ იძახი და ლაიკები. მინიმალურია და საერთოდ TikTok-მა როგორც ვფიქრობ, რაღაცა ფორმატი შეცვალა, ვერ ხვდები რა, იმიტომ რომ ბოლო ჩემ გაშლებს ძალიან მინიმუმზე დაეცა ნახვები. ვფიქრობ, რომ თქვენი აქტიურობით შეიძლება ამის გამოსწორება და ძალიან გთხოვთ არ დაგეზაროთ თქვენი ლაიკები, გაზიარებები და გვერდიც გამოიწერეთ იმისთვის, რომ ისევ ერთგვარად ამბოიქოქოს მუშაობა ჩემ გვერდზე და ვისაც გამოწერილი არ აქვს და ნანახი არ აქვს, თქვენი გაზიარებით ხელი შეუწყოთ იმ ადამიანებისთვისაც ხმის მიწვენას ერთგვარი კითხვებზე პასუხების გაცემას, რაც მათ დააინტერესებთ და მადლობა ყველა ჩადებული ენერგიისთვის თქვენი მხრიდან. მოდი გავიგოთ, მაშინ ვისაც გაინტერესებთ ეს გაშლა და ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ შეიძლება ბევრმა რაღაცამ მოატივტივოს ამ ინფორმაციის სახით და გჭირდებოდეთ ამ ყველაფრის სწორად ახლა გაგება, როცა ამოგივარდებათ რეკომენდაციაში კონკრეტულად ეს გაშლა. მიხარ თქვენ გავიგოთ, რომ მიხვდეთ რამდენი თქვენია კონკრეტულად ეს გაშლა. თუ ეს არ დაემთხვა, გადმოდით ჩემ გვერდზე და სასურველი გაშლები, სასურველი თემატიკა აარჩიეთ ღმერთო ჩემო. როგორი მიმზიდველი და ვნებიანი ხართ. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი, მე-18 მაღალი არკანი თვარე და 10 ჟეზლი. ესე იგი, ნაწილი იქნება ადამიანების, ვინც არის ჩახედული და ძალიან ინტერესში ეზოთერიკასთან მიმართებაში, პირველი აქედან დავიწყებ, ვისაც ძალიან უყვარს რაღაცა მედიტაციები, აფირმაციების ჩატარებები, ახალ მთვარეზე, მაგალითად ფინანსების მოსახვეჭი, რაღაცა რიტუალები, ონლაინ რიტუალები, გაშლები, ეზოთერიკა, ნუმეროლოგია, ასტროლოგია ძალიან ხიბლავს და ეს ღამის რიტუალები და იდუმალებები ძალიან აინტერესებს და თუ თავის თავზე არ აკეთებს და მაგი არ არის ერთგვარი სპეციალობით ვიძახი ამ შემთხვევაში. მაშინ ამ ყველაფერს აკვირდება თავის დროიდან გამომდინარე და საშუალებიდან გამომდინარე, ძალიან ემოციური პიროვნება ხართ, რაღაც ნაწილი შეიძლება მთვარით მინდა გითხრათ, რომ კიბორჩხალას ნიშანს წარმოადგენთ, მაგრამ საერთო გაშლაში ყველა არ იქნება ასეთი, მთვარე არის საერთოდ კიბორჩხალას მფარველი პლანეტა, ერთგვარი პლანეტა დავარქვათ, მაგრამ პლანეტა არ არის მთვარე. ყველა ვიცით, დედამიწის თანამგზავრი მანათობელია ერთგვარი. მოდი ასტროლოგიაში შევეშვათ, მე-15 მაღალი არკანით ხართ ძალიან სექსუალური პირველ რიგში ამას გეტყვით. ძალიან მიმზიდველი, საწინააღმდეგო სქესისთვის არ ვიცი, დიდ ემოციებს იწვევთ პირველ რიგში ყველას თითქმის ძალიან ბევრი ყავთ ისეთი პიროვნება გარშემო, ვისაც უნდა თქვენთან ინტიმი, პირდაპირ გეტყვით, თქვენთან ფიზიკური კონტაქტი, იმიტომ რომ ძალიან რაღაცა ლამაზი ფორმები გაქვთ, გაშლა ორივე სქესისთვის არის. თუ მანდილოსანი ხართ, ძალიან ისეთი მომხიბლელი ფორმებით ხართ, ისეთი გემრიელი ფორმატიკის ძალიან მომხიბლელი, მოდი ესე ვიტყვი, მამაკაცებს ორი სიტყვით გეტყვით, რომ თქვენი ენერგეტიკა ძალიან ხიბლავს ქალბატონებს, ძალიან უმეტესობას გეკეთებათ, არ ვიცი, კუნთები ან რაღაცნაირად თქვენ ფიზიკურობაზე ზრუნავთ. აქ შეიძლება მოვისაზროთ ასევე სპორტდარბაზში სიარული, რაღაცა ფიზიკური აქტივობები, თქვენი სიძლიერე, აი ეს თუნდაც სიძლიერე მანდილოსნების მოხიბლის და მათი ხაფანგში გაბმის, თქვენი ენერგეტიკის, თქვენი მომხიბლელობის რაღაცა რთულ ეტაპზე გიხართ ახლა 10 ჟეზლით მინდა გითხრათ. პასუხისმგებლობებით სავსე ხართ დახუნძლული, პასუხისმგებლობა ოჯახის წინაშე, არ ვიცი, რაღაცა ვალთან დაკავშირებით ზოგიერთს შეიძლება გაქვთ იპოთეკასთან, მანქანის რაღაცა გადასახადები, რაღაცა გაჭედილ სიტუაციაში ხართ, მაგრამ ეს არის ერთგვარი მე-6 მაღალი არკანის შეყვარებულებით, ეს არის ერთგვარი თქვენი კარმული პერიოდი, რომელიც უნდა ესე
მიიტანოთ ბოლომდე ეს თქვენი პასუხისგებლობა, ზოგიერთი და ქორწინებულიც შეიძლება ხართ ამ კარტის მიხედვით, ანუ მარტო არ მიდიხართ ამ გზაზე, სადაც თქვენი პასუხისგებლობა გაქვთ ერთგვარად ოჯახის წინაშე, თუ ახლობლების, თუ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვის როგორი პასუხისგებლობა გაქვთ, ხა თქვენი ყველა სხვადასხვა გექნებათ. ნაწილი შეიძლება იყოს დაქორწინებული ან საყვარელ პიროვნებასთან ერთად მიუყვებით, ასე ვთქვათ, შეიძლება ოფიციალურ ხელმოწერაში და ასე ვთქვათ, ჯვრისწერის რეჟიმი არ გქონდეთ, მაგრამ გყავთ საყვარელი პიროვნება, ერთგვარად ისიც თავისი პასუხისგებლობებით არის მოკიდებული თქვენი და ერთგვარად რთული პერიოდი გაქვთ მისატანი ბოლომდე, იმიტომ რომ ამაზე რთული 11 ჟეზლი აღარ გექნებათ, ამოისუნთქებთ, ასე ვთქვათ, პირობას გაძლევთ აი ამ პერიოდს თუ ერთად გაივლით და გადალახავთ, ასე ვთქვათ, ამ რთულ პერიოდს, რომელიც ახლა რაღაცა კარმულად შემოგდებული გაქვთ, ასე ვიტყოდი, ჩაგდებული გაქვთ ცხოვრების ეტაპად. ამის შემდეგ ძალიან კარგი მოვლენები არის ერთგვარი მოსალოდნელი თქვენ ცხოვრებაში, რასაც თუ იდენტიფიკაციას ატყობთ, შემიძლია პირდაპირ უკვე გითხრათ, რომ სტაბილურ 10-იან თასში გადადიხართ, 10-იან ჟეზლიდან, სირთულეებიდან, ვისაც ოჯახური კონფლიქტი მომდის, თქვი და კონფლიქტი იქნება ზოგიერთისთვის რთული მომენტი რაღაცა ყველას თქვენი გაქვთ ოჯახური ან არაოჯახური ვისაც გაქვთ გადახვალთ ძალიან კარგ 10 თასის რეჟიმში ეს არის ოჯახური სიმბოლო ასე ვთქვათ სიმშვიდის თასების სავსე მდგომარეობაში ბედნიერ სულიერ დახვავებულ მდგომარეობაში შემიძლია გითხრათ ზოგიერთი ამ მაყურებლიდან შეიძლება ქორწინება, განქორწინება, განქორწინება არ ამაპატიეთ. ქორწინების რეჟიმისთვის ემზადებით და ერთგვარი წინა ესეთი რთული პერიოდი გაქვთ ქორწილის, შეიძლება ფული შეგროვების ამ ქორწილისთვის ვის რა გაქვთ, მაგრამ დამიწერეთ კომენტარებში აუცილებლად. ესეთი ერთგვარი კარმული პერიოდი დგება, რომლის დადგომის შემდეგაც ისე როგორც ცხოვრობდით ამ ადამიანთან ურთიერთობა ისე და ესე რთულად აღარ იქნება ეს უკვე გითხარით, მაგრამ საერთოდ კარმულად შეიძლება თქვენი ყოველდღიურობა, თქვენი ცხოვრება. ეს არის კარმული კარტი, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისე როგორც ხდებოდა, აღარ მოხდება, სხვანაირად ადამიანს უკავშირებ ბედს, ივსები 10 თასით შეიძლება 10-იან დიდი ოჯახის ტრადიციების მოყვარულებიც იყვნენ ამ გაშლის მაყურებლები, ეს დიდი ოჯახური კავშირი, სანათესაო, სამეგობრო, ესეთი სტუმრის მოყვარული ოჯახური გარემო სავარაუდოდ შეგექმნებათ ამ სიტუაციის. მოკლედ ერთგვარი კარტები გადავარდა და აღარ ვიტყვი რა კარტებია, იმიტომ რომ ბევრი გადავარდა, ერთგვარად ნერვებაშლი მდგომარეობაში შეიძლება უყურებთ ახლა ამ გაშლას და ერთგვარი გაბრაზების ენერგეტიკა იყო თქვენგან, ესეთი კარმული მომენტი გაქვთ, ესეთი კარმული ვალდებულება გაქვთ, რომ ეს თქვენი პასუხისგებლობა ბოლომდე მიიყვანოთ, ვინც რა პასუხისგებლობას და რა ტვირთს ატარებთ ზურგით თქვენ თავზე, ამაზე რთული პერიოდი აღარ გექნებათ, როგორც გითხარით და მერე უკვე დალაგება და დამშვიდება დაიწყება ოჯახური სტაბილურობის ახალი შეიძლება შემოთავაზება მიიღოთ ვიღაცებმა, ნაწილმა ამ გაშლის მაყურებლებმა სამუშაო სფეროსთან დაკავშირებით, ეს არის ტუზ ჟეზლი, ეს არის ახალი ინფორმაცია, ახალი ცხელი ენერგეტიკა, შეიძლება ზოგიერთისთვის დაწინაურების მომენტი იყოს სამუშაო სფეროში, ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს ახალი ცეცხლი თქვენ პარტნიორთან მიმართებაში, რომელიც სრულიად სხვანაირად გექნებათ უკვე, ოჯახურად გექნებათ, ან ნაწილისთვის იქნება ახალი ტემპერამენტით, ახალი ცეცხლით აივსებით, ესე ვთქვათ, ახლებურად და ახლიდან შეგიყვარდებათ თქვენი პარტნიორი, ვინცაც უკვე გყავთ და ურთიერთობები გაქვთ ამ ადამიანებთან, ერთგვარი თქვენი კარმაა და ვალდებულებაა, რომ არ გამოეკიდოთ ერთმანეთს მოდის შეცდომებზე, თუ შეცდომებზეა საუბარი, ეჭვიანობაზე, თუ ეჭვიანობას გულისხმობთ, მთვარით არ ჩავიძიროთ ეჭვიანობაში, თუ ღალატის ენერგეტიკას იცით და გაქვთ ხოლმე და ღალატი გიზიდავთ, ასე ვთქვათ და საწინააღმდეგო სქესის მოხიბლების რეჟიმში ხართ, ან ალკოდამოკიდებულებაში ხართ, ნარკოდამოკიდებულებაში ხართ, მოსაწევს გულისხმობ და ასე შემდეგ გულისხმობ, ეს ყველაფერი უნდა გადაიტანოთ და უნდა გადაიტანოთ კარგ რეჟიმში და თქვენი პასუხისგებლობა ბოლომდე მიიტანოთ, რჩება თქვენთვის სულიერება აიმაღლით, მეხუთე მაღალი არკანით, ეს არის თქვენი კარმა, სულიერ გზაზე იარეთ, მიიღეთ.